Გლობალური კამპანია თავის ტკივილის წინააღმდეგ საქართველოში თავის ტკივილის მკურნალობის თანამედროვე მეთოდები ინერგება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით შაკიკი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა და ის მე-10 ადგილზეა. შაკიკი ქალების 20, ხოლო მამაკაცების 10%-ს აღენიშნება. კამპანიის მიზანია დაავადების მკურნალობისა და პრევენციის თანამედროვე მეთოდების დანერგვა. პროგრამა ჩვენს ქვეყანაში უკვე ამოქმედდა და მასში ჩართვა პირველი 3 თვის განმავლობაში უფასო იქნება. ჩვენი ზოგადი მიზანი არის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, ამას ისახავს მიზნად სწორედ საერთაშორისო თანამშრომლობა ჩვენს თანამმოვლესთან ბატონ ზაზა ქაცარავასთან, რომელიც ესენის უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორია, ასევე ლონდონის სამეფო კოლეჯის ხელმძღვანელთან, ბატონ სტაინერთან. მათი დახმარებით კლინიკის ავერსის ბაზაზე ჩატარდება უფასო გამოკვლევები მოქალაქეებისათვის. ეს იქნება 3 თვის განმავლობაში, რაც თავარია საქართველოში დაინერგება თავის ტკივილის მკურნალობის თანამედროვე სტანდარტი, რომელიც მომავალში უნდა გახდეს იმ ზოგადი მკურნალობის ნაწილი, რაც თითოეულ მოქალაქეთვის უნდა გახდეს ხელმისაწვდომი. ეს პროექტი, რომელიც ჩამოტანილია საქართველოში, ეს თავისთავად უნიკალური პროექტია, იმიტომ რომ ეს მხოლოდ იმის შესწავლა კი არ არის, თუ რა ხდება და რამდენია, არამედ ჩვენ უკვე იმას ვცდილობთ, რომ ჩავატაროთ ინტერვენცია დავნერგოთ თავის ტკივილის მკურნალობის საერთაშორისო სტანდარტი საქართველოში. და ეს დიდი ნაწილი ამ პროექტის განხორციელდება ისე, რომ ეს მომსახურება თუ წამლები საზოგადოებას და ავადმყოფებს მიეწოდებათ პირველი 3 თვის განმავლობაში უფასოდ.